როგორ უნდა მოვუყუროთ კარს სწორად. ტიპები პირდაპირ იმის სხივები არ ეცემოდეს ხანგრძლივი დროით კარს. პირდაპირ მზის სხივები ურტყამს კარს თუ ისე ძალიან მარტივია მოვლა. შესასვლელი კარი აუცილებლად უნდა იყოს რკინის. ინა მაინც ესეთი დაცულობის შეგრძნებას მატებს მომხმარებელს. ჩემს თითქმის ყველა კარი ჭრაჭრობს. როგორ შეერჩიოს მომხმარებელმა სწორი ხანჯამები და სახელმწიფო. თუ გაქვთ საერთოდ კარზე გარანტია რაიმე სახე. კარის ხარისხიანობა მექანიზმებზეა ზოგადად დამოკიდებული. გაბერვას დაიწყებს რა თქმა უნდა. ეს არის პოდკასტი რემონტის ამბები, ჩემი სტუმარი კი გახლავთ გაბილდის პროექტების ხელმძღვანელი ეკა. ეკა, როგორ ხარ პირველ რიგში გითხარე? ძალიან კარგად, მადლობა რომ მომიწვიეთ და დრო დამითმეთ. მიხარია რომ შენი სტუმარი ვარ. მადლობა შენ რომ დრო დაგვითმე და შენ მოხვედი ჩვენთან, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე. ეკა, სახლი იწყება კარით, ხო ეს არის თქვენი კომპანიის ლოზუნგი? ნამდვილად სახლი იწყება კარით. კი ბატონო, შენ ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს, ხო? დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც კარს უკავშირდება და პირველ რიგში მითხარი, როგორ აღმოჩნდი შენ ამ სფეროში? ამ სფეროში 2018 წლიდან, როცა დაარსდა კომპანია გაბილდი, იმ წამიდან ვარ. პირველი დღიდან ვარ მისი თანამშრომელი, ჩემო მეგობარმა მიმიწვია დათო შალომბერიძემ. მოკითხა დათოს? კი, ნამდვილად. მოკითხა დათოს, მშვენიერი. ეხა უფრო ტექნიკურ ნაწილს რო შევეხოთ, რა მასალებისგან მზადდება ეს ინტერიერის კარებები, რო გვითხრა? ჩვენთან სხვადასხვა ტიპის მასალის გამზადება კარი. ეს არის ნატურალური ხის კარკასზე აწყობილი MDF-ის პანელური კარი. MDF-ის მასიური MDF-ის კარკასზე აწყობილი MDF-ის კარი და ალუმინის კარკასზე აწყობილი კარი და ეს სამივე განსხვავდება ერთმანეთისგან ზედაპირის დაფარვით. აჰა, იცი რა მაინტერესებს, რომელი რა პირობებში უნდა გამოვიყენოთ, თუ არის რაიმე განსხვავება? განსხვავება, როგორც ასეთი, არის მხოლოდ აბაზანის მიმართულებით, რომ აბაზანაში ვცდილობთ, რომ უფრო შევარჩევინოთ მომხმარებელს, უფრო ნესტგამძლე მასალისგან დამზადებული კარი. ძალიან კარგი რეკომენდაციას გაუწევდით პოლიპროპილენს, პოლიმერს, რომელიც უფრო ნესტს უძლებს და ასევე აუცილებელია, რომ მომხმარებელმა შუშიანი კარი არ გამოიყენოს აბაზანაში, კი ბატონო, რადგან ორთქლი წვეთა წარმოიქმნება და ეს წვეთი რო ჩავა, უკვე დილანელად დაიწყებს ხალხს, გაბერვას დაიწყებს რა თქმა უნდა. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებს? არის თუ არა საჭირო, რომ მომხმარებელმა ზომებზეც მოგმართოთ? ძალიან კარგი იქნება, მინდა გითხრა, რომ ზომებზე თავდაპირველად სანამ რემონტს დაიწყებს, რეკომენდაცია რომ მოგმართოს. ჩვენ გვყავს ესეთი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც წავა უფასო არის ეს მომსახურება თბილისის ფარგლებში, მივა აიღებს ზომებს და თუ რამე აქვს კედლებს იმის საშუალება, რომ მოხდეს კორექტირება კედლის, რომ სტანდარტულ ზომებზე დატოვოს, ძალიან კარგი იქნება, რომ მე უკვე რაღაც ისეთი სურვილი სამებრ ცოტა ნაკლები არჩევანია, უნდა შევთავაზოთ ისეთი კარი, რომელიც კორექტირებადია და მას არ უნდოდეს კი ბატონო. და სხვა მოსწონდეს. ან მე უკვე დროშიც იწელება, ან უნდა დავამზადოთ და ჯობია რომ თავიდანვე დავიცვათ ესეთი ზომები და კი ბატონო. ეკა, მე მსმენია ესეთი რაღაც, რომ შემოსასვლელი კარი აუცილებლად უნდა იყოს რკინის. ნამდვილად მაგრამ თანამედროვე კორპუსებში რო შევდივარ ხოლმე, ყველა შემოსასვლელი კარი რკინის არ არის. შემხვედრია ხის კარებიც. აი, რა განსხვავებაა ამათ შორის და უნდა იყოს თუ არა აუცილებლად შემოსასვლელი კარი რკინის? მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს, იმიტომ რომ რკინა მაინც ესეთი დაცულობის შეგრძნებას მატებს მომხმარებელს და არსებობს ისეთი კარი, რომელიც გარედანაც და შიგნიდანაც იყოს MDF-ის პანელით აწყობილი და ძალიან ლამაზია უკვე ინტერიერში და ვიზუალურად უკვე ქმნის კარგ ეფექტს. ძალიან კარგ ეფექტს ქმნის. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებს, ეკა ყველაზე მეტად რას უნდა მივაქციოთ კარის შერჩევის დროს ყურადღება? კარის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს სივრცის ფაქტორს, ასევე ხმის იზოლაციას, ასევე ნესტგამძლეობას, კარის გაღების მიმართულებას, რადგან ეს ყველაფერი პატარა, ეს ყველაფერი მონაცემები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩევინოთ რეალურად მომხმარებელს ის მოდელი, რომელიც ნამდვილად გამოადგება მის სივრცეში. კი ბატონო, ეკა, შენ ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს, როგორც აღნიშნე და შენი გამოცდილებით ყველაზე კარგი ბრენდის კარი რომელია დღესდღეობით?
ჩვენ გვაქვს რკინის კარს რა შეეხება, ბელორუსის სტილაინის კარი, ასევე უკრაინული, ასევე ტორექსის კარი, რომელიც ხმის და თბოიზოლაციის მაღალი მაჩვენებლით გამორჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის ხმის იზოლაცია. იცი რა მაინტერესებს ჩემ ბინაში, ოღონდ მართლა და დარწმუნებული ვარ ყველას გვაქვს ეს პრობლემა. ჩემ ბინაში თითქმის ყველა კარი ჭრაჭონობს, ხო? აი ყველა და სანამ არ დაზეთე, არ ჩუმდება. მაინტერესებს თუ არსებობს პასუხი ამაზე, რა იწვევს ამ ჭრაჭონს? ჭრაჭონს რაც ანუ რეალურად ეს რეზინები ისე ამჯამებზე ჯდება და შესაბამისად ანუ რაღაცა პერიოდის განმავლობაში რეზინები ჯდება და ეს ერთმანეთს როგორ რკინა ეხახუნება რაღაცა ეს ჭრაჭონს იწვევს. ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად ისეთი ბამბა დავასველოთ ზეთში და ისე ბამბის დისკი და კი ბატონო და ძალიან მარტივად გამოსწორდება ეს პრობლემა. აი ზუსტად ანჯამებზე მაქვს ახლა კითხვა ამ ნაწილს შევეხეთ და მითხარი როგორ უნდა შეერჩიოს მომხმარებელმა სწორი ანჯამები და სახელურები. სხვათა შორის მომხმარებელი, როდესაც მოდის ჩვენთან შოურუმში და არჩევს კარს, აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას მხოლოდ კარის დიზაინს და ვიზუალს, ეს რაღაც ფერებს და საერთოდ ავიწყდება მექანიზმების მხრივ, რომ რაღაცა ყურადღება გაამახვილოს. არა და ნამდვილად კარის ხარისხიანობა მექანიზმებზეა ზოგადად დამოკიდებული. გვაქვს სხვადასხვა ფერის როგორც ხილული, ასევე უხილავი ანჯამები, იტალიური ბრენდის, ასევე გვაქვს მექანიზმები AGB სტანდარტის, რომელიც ნებისმიერ კარზე მიდის და ეს ლამაზი აქსესუარები და დახვეწილი აქსესუარები ძალიან ლამაზ და უკვე ეფექტურს ხდის კარს ინტერიერში. შვენიერი. იცი რა მაინტერესებს, რამდენად რეკომენდირებულია MDF-ის კარის გამოყენება აბაზანაში? არის რეკომენდირებული ნამდვილად, ძალიან ბევრი ხმა იყენებს და ამონტაჟებს. უბრალოდ გასათვალისწინებელია, რომ იატაკზე არ იყოს წყალი და არ შეიწოვოს, არ გაიბეროს და ასე შემდეგ, თორემ არანაირი პრობლემა არ არის და მთავარია აუცილებლად დახურული იყოს შუშის გარეშე. ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხმის იზოლაცია, ხო? თანხმდებით ამაზე. როგორ შევარჩიოთ ამ ფაქტორის გათვალისწინებით კარი, რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევის დროს, რო გითხრათ დეტალურად ყველაფერი, რადგან მე მინდა ახლა აუცილებლად ვიყიდოთ, რომ ჩემი სიმღერები აი დილას მაღვიძებს და ღამე არ მაძინავს. რაც შეეხება ხმის იზოლაციას, გვაქვს შესასვლელ კარში 35 დეციბილამდე ხმის იზოლაციის კარები და სხვათა შორის ფართოარჩევანი და ოთახშორის კარს შეეხება შეგვიძლია დავამზადოთ აკუსტიკური კარი, რომელიც 20-დან 25 დეციბილამდე იჭერს ხმას და ახლა თუ დაუმატებთ კიდევ გილიოტინას 30-მდე ცავა, ასე რომ კი ბატონო. და იცი რა მაინტერესებს, თქვენ ამზადებთ კარებს და სრული მომსახურება გაქვთ და თუ არსებობს თქვენ კომპანიაში და თუ გაქვთ საერთოდ კარზე გარანტია რაიმე სახის? გარანტიაც გვაქვს რკინის კარზე 5-დან 10 წლამდე, ეს ეხება შესასვლელ კარს, შიდა კარზე არ გვაქვს ჯერჯერობით, მხოლოდ შესასვლელ კარებზე გვაქვს დიახ და ძალიან კომფორტულია, ძალიან იმედოა მომხმარებლისთვის, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს რამე ტექნიკური ხარვეზი რომ მოხდეს, ნებისმიერ დროს გვირეკავს, მივაჩვენი ტექნიკური ჯგუფი და ადგილზე გამოასწორებს ამ ხარვეს. რაც ძალიან კონკურენტუნარიანები ვართ სხვა კომპანიებთან მიმართებაში. შვენიერი. ეკა, მაინტერესებს შენი გამოცდილებით რომ გითხრა და ნუ მაყურებელსაც რომ ვუთხრათ, როგორ უნდა მოვუაროთ კარს სწორად. ალბათ ყველაფრის მოვლა არსებობს და ალბათ კარსაც თავისი მოვლა სჭირდება. არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება კარის მოვლას. ერთადერთი ორ პირქარში არ დავტოვოთ კარი. მზისხივები, პირდაპირ მზისხივები არ ეცემოდეს ხანგრძლივი დროით კარს, ასევე როგორც აღნიშნე ძირზე იატაკზე არ იყოს წყალი და ჩვეულებრივი გაწყრული ტილოთი შვენივრად იწმინდება და არ სჭირდება არანაირი ქიმიური რაღაც ხსნარებით დამატება და ისე გაწმენდა. ძალიან მარტივია მოვლა. ანუ მე ვერ ვუვლი კარს, იმიტომ რომ ჩემი ფანჯრიდან პირდაპირ მზისხივები ურტყამს კარს, ნუ ისე არის ჩემი მეთეხი მოწყობილი და შესაბამისად ნუ ამ ამბავში ჩავიჭერი ნამდვილად. ეკა, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. ბევრი ინფორმაცია მივიღე კარებთან დაკავშირებით, უღრმეს მადლობას გიხდი კიდევ რომ იყავი ჩემი სტუმარი და იყავი რემონტის ამბების სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა თქვენ და ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ. შენ ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის, დამშვიდობი ჩემ მაყურებელსაც და მომავალ შეხვედრამდე.